ღამე მშვიდობისა, ბავშვებო, ნინო მარგვალაშვილი ვარ. დღეს არის 54 დღე და დღეს წაგიკითხავთ, გაგაცნობთ გოგონას, რომელსაც მნიშვნელოვანი შეკითხვები ჰქონდა. წიგნის ავტორი არის ბრიტნი უინ ლი, ილუსტრაციები ეკუთვნის ჯეიკობ სუბას. გოგონა მნიშვნელოვანი, ესეთი ღირებული დიდი შეკითხვებით. იყო ერთი გოგონა მოციმციმე თვალებით და ძალიან ცნობისმოყვარე გონებით. თავში ნახე რამდენამეზე ფიქრობს და ინტერესებს. აი ეს გოგონა ყოველთვის სვამდა შეკითხვებს, რომელთა და ამ შეკითხვებზე პასუხების პოვნა არც ისეთი მარტივი იყო. ძალიან საინტერესო არის სამყარო. მას უნდა რომ ყველაფერი შეესწავლა, რაც კი შეიძლებოდა. მაგალითად, რა ეხმარებათ თვითმფრინავებს, რომ ჰაერში გაჩერდნენ და არ ჩამოვარდნენ, ან რა ხდის ადამიანებს კარგ ადამიანებად. მისი დღეები სავსე იყო თავგადასავლებით, რადგანაც მისი გონება სავსე იყო გაკვირვებით და გაოცებებით. ანუ რაღაცას დაინახავს მაგალითად და მერე აი ეს პატარა მოვლენა უამრავ ახალ საინტერესო შეკითხვებს და სიტუაციებს წარმოადგენინებდა ამ გოგონას. მაგალითად, რამდენი ხანი შეუძლია გაძლოს კუმ თავის ჯავშანში? ან რატომ არის ჯერ ელვა და მერე გვესმის ქუხილის ხმა? რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს მთვარეზე ცხოვრება? და რა ემართებათ ვარსკვლავებს, როდესაც ჩამოვარდებიან? და როდის მომცემ უფლებას, რომ მთელი ღამე გავათენო? ან საერთოდ რატომ არსებობს ძილის დრო? მაგალითად, რას აკეთებს ჩემი ძაღლი, როცა მე სკოლაშია და ნახე რა ფიქრები? ან როგორ შეიქმნა საერთოდ მთელი სამყარო? და რატომ გვაქვს ჩვენ ადამიანებს დიდი გული, რომელსაც შეუძლია იგრძნოს ტკივილიც, წყენაც და შიშიც? და შეიძლება რომ გავფრინდე თუ თავიდანვე ძალიან დიდ სიჩქარეს ავკრებ? და ყველაზე ახლო ვულკანი ჩვენთან რომელია? მონსტრები მართალია? მართლა არსებობენ? და ესპანურად ლურჯი როგორ არის? და შეიძლება რომ ჩემი თმა მე თვითონ შევიჭრა? ახე? როგორი განსხვავებული? ხო, რამდენაირი ადამიანი ყავს სკოლაში ამ გოგონას? რამდენი რამის სწავლა გაგება არის შესაძლებელი? ესე იგი, დილით როგორც კი თვალებს გაახელდა, სანამ ლოგინში არ ჩააწვენდნენ, ეს გოგონა სვამდა ამ შეკითხვებს, სვამდა ყველა შეკითხვას, რომელიც თავში გაუჩნდებოდა. პირველ ყოფილ ადამიანებზე, ზედამთვარეზე, ჯანმრთელობაზე, სხეულზე, თევზებზე, იუნიკორნზე, გემზე და ასე შემდეგ. თავდაპირველად ამ გოგონას მეზობლები, მასწავლებლები და მეგობრები ცდილობდა, რომ მის საკვირველებით სავსე გონებისთვის პასუხები ეპოვნათ. მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ეს ხელშემწყობი ღიმილი, ხო, და წამახალისებელი ღიმილი ამ უფროსი ადამიანებისგან ნელ-ნელა თვალების დატრიალებით შეიცვალა. თავიდან როგორ კი, ვაიმე, მე ვფიქრობ ეს და ნელ-ნელა ის კითხვას რომ დასვამდა ეს გოგო,
გოგონამ შეამჩნია, რომ მისი შეკითხვები უკვე ადამიანებს ძაბავდა და ერთ დღესაც კლასშიც ამ რაღაცამ იფეთქა. როდესაც კლასში ღრუბლების შესახებ დაახლოებით 10-ზე მეტი შეკითხვა დასვა, კლასმა წამოიყვირა მისმა კლასელებმა. გთხოვ, შეწყვიტე, აი უბრალოდ გაჩერდი. შერცხვენილი. გოგონა შეეცადა, რომ საკუთარი ფიქრები ჩაიჩუმებინა და ხმა არ მოეღო, რომელიც ასეთი დაინტერესებული იყო, რათა ვინმესთვის დისკომფორტი არ შეექმნა, ან კიდევ უარესი არ გაღიზიანებულიყო. მაგრამ ერთ დღესაც სიარულის გზაში სეირნობისას შეამჩნია ჩიტის ბუდე, რომელიც ძალიან ახლოს იყო მიწასთან აშენებული. და რა თქმა უნდა, თავში ეგრევე ახალი შეკითხვა გაუჩნდა. რატომ არ უნდა იყოს ბუდე ხეზე? გაიკვირვა, შემდეგ მიმოიხედა და რადგანაც მარტო იყო და არავინ იყო, ვინც მის შეკითხვაზე პასუხს გასცემდა, სასწრაფოდ გაიქცა ბიბლიოთეკაში. იპოვა წიგნები ხეებზე, ჩიტებზე, ხო? წაიკითხა წიგნები ქალაქებზე და აღმოაჩინა, რომ ჩიტებისთვის არ არის უსაფრთხო ადგილები, სადაც შეუძლიათ თავად ააშენონ ბუდეები. აი როგორც განძის მაძიებელი დაიწყო კვლევა, შესწავლა და იმ პასუხების, რომელმაც კიდევ უფრო დაძაბა და გააღიზიანა. ნელ-ნელა აღმოაჩინა, რომ თურმე ჭრიან და ჭრიან ამ ხეებს და ესე სასწრაფო ინფორმაციით უკვე გადაუდებელი იყო, კლასში გამოცხადა და წინ დადგა და დაიყვერა. ჩვენს ქალაქში აღარ არის საკმარისი ხეები. პრეზენტაციაც გააკეთა, წიგნებიც მოიტანა, სადაც შეუძლიათ ბავშვებს წაიკითხონ და აჩვენა, ხო, რა პროცესები მიდის და სხვა ჩიტებს, რომელი ხეები სჭირდებათ. მისი თანაკლასელები, რომლებიც ამ ინფორმაციამ შეძრა, ხო, დაიწყეს ახალი შეკითხვების დასმა, როგორ შეიძლება წამოიწყონ პროექტი, რომელიც დაეხმარებოდა როგორც ჩიტებს, ასევე მეზობლებს, რომ უფრო მეტი ხე დარგონ თავიანთ პარკებში. გოგონამ იცოდა მაშინ, რომ დიდი შეკითხვები, მნიშვნელოვანი შეკითხვები კარგია და პასუხები არ არის ის, რაც უნდა იცოდე. პასუხები არის ის, რაც ერთმანეთის დახმარებით უნდა აღმოაჩინო. შეკითხვების დასმა ყველას გვეხმარება ზრდაში. ეს იყო და ეს წიგნი ავტორმა მიუძღვნა ჯეისონს, რომლის გონებაც ჩემთვის ჯადოსნურიაო და ილუსტრატორმა წიგნი მისღა დენის, რომელიც არის მომთმენი და მოსიყვარულე მიმღები ამ უამრავი შეკითხვისო. აი ავტორი და ილუსტრატორი. ის იყო და ეს დასვით. დაფიქრდით თქვენ თავში როგორი შეკითხვები მოგდით, ხო? რა გაინტერესებთ ხოლმე ხშირად? და თუ არავინ არის, ვინც პასუხს გაგცემთ, შეგიძლიათ თქვენ სახლში წიგნები, რაც გქონთ, გადმოალაგოთ და მოძებნოთ, ხო? ან ზუსტად დარწმუნებული ვარ, რომ შეგიძლიათ სთხოვოთ, თქვენ თუ არ მეუბნებით და თქვენ თუ არ იცით და არ მომეხმარებით, კიდე ახალი შეკითხვები ვნახოთ, ამ პასუხები ერთად ვიპოვოთ, იქნებ მითხრათ, ვინ იცის, ვის აინტერესებს ეს თემა და ის ადამიანები გაგაცნოთ. და
მე ვინ იცის, შეიძლება თქვენმა შეკითხვებმა კიდევ რაღაცა სიკეთე გააკეთოს, როგორც ამ შემთხვევაში ამ გოგონას ამბავმა საბოლოო ჯამში მიგვიყვანა, რომ თავიანთ ქალაქში ხეები დარგეს, რომელიც როგორც ადამიანებისთვის და ბავშვებისთვის იქნება კარგი და სამეზობლოსთვის, ხო? ასევე ჩიტებისთვის და ბუნებისთვის. ეს იყო და ეს ძილინებისა. შევხვდებით ხვალ.